დაუმძიმდება თუ არა ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალის სკანდალური კადრების გამავრცელებლის წინააღმდეგ ახალი ჩვენებები ჩნდება. მათ შორის ერთი გლდანის ციხის ყოფილ თანამშრომელი ლევან ფხალაძეს ეკუთვნის. ამ ჩვენების მიხედვით მსჯავრდებულების წამებაში ბედუკაძეც იღებდა მონაწილეობას. ფხალაძე მოწმედ საპრობილეს კიდევ ერთ ძველ ბადრაკ ბორის ფარულოვას ასახელებს. ვლადიმერ ბედუკაძის ბრალეულობაზე საუბრობს ერთ-ერთი პატიმარიც. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ციხის სკანდალური კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძის ბრალეულობის დამადასტურებელ ჩვენებებზე საუბრობს. ადვოკატის განცხადებით ლევან ფხალაძის ჩვენებაში აღწერილია თუ როგორ მიაბა ბედუკაძემ ერთ-ერთი პატიმარი საკნის გისოზე და დაახლოებით 9 საათის განმავლობაში აწამებდა. ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმარს ჩაახდევიდა შარვალი და ხელკეტი მიადო უკანა ტანზე. აღნიშნული ვლადიმერის მითითებით გავაკეთეთ მე და ბორის ფარულავამაც. ვლადიმერ ბედუკაძემ მთხოვა რომ მომეკიდებინა სიგარეტისთვის. მე მოვუკიდე ჩემს სიგარეტს და ვლადიმერის მოთხოვნით მივაწოდე მას, რომელმაც თავის მხრივ მოკიდებული სიგარეტი გადასცა პატიმარს და მოსთხოვა რომ სიგარეტი ფილტრის მხრიდან მოეთავსებინა უკანა ტანში, ხოლო შემდგომ ეს სიგარეტი მოეწია, რაც ყვირილის გინებისა და მუხარის შემდგომ შეასრულა პატიმარმა. ამ დროს ვლადიმერ ბედუკაძე აღნიშნულ ფაქტს იღებდა ვიდეოკამერით, რომელსაც ასევე ესწრებოდა ბორის ფარულავა. რაც შეეხება მეორე პირის ნუგზარ მაჭარაშვილის ჩვენებას ყოფილი პატიმარი ყვება რომ ციხის სკანდალური კადრების ავტორს სავარაუდოდ ორთაჭალის ციხის ბუნტის კადრებიც აქვს გადაღებული. ჩვენებიდან ირკვევა რომ ბედუკაძე ციხის სკანდალური კადრების გახმაურებისთვის თანამდებობას ითხოვდა. მან თავის მობილურ ტელეფონში მაჩვენა კარანტინთან გადაღებული პატიმრის ცემის ფაქტი და მითხრა რომ ყველა კადრი ჰქონდა ორთაჭალის ციხის ბუნტიდან დაწყებული. მან თქვა რომ ეს ვიდეო კადრები ღირდა 2 მილიონი, მაგრამ მას არ უნდოდა ფული და უნდოდა თანამდებობა. ვლადიმერ ბედუკაძემ მითხრა რომ ამ კადრებს ევროპაში გამოაქვეყნებდა ტელევიზიით სექტემბრის დასაწყისში. მეტი საუბარი ჩვენ შორის არ ყოფილა. თავად ბედუკაძე რამდენიმე დღის წინ აცხადებდა რომ მას პატიმრები არ უცემია და პროკურატურა სწორედ ფხალაძის და ფარულავას აღკვეთი ღონისძიების შეცვლას თხოვდა. მე პატიმარი არ მიცემია, მე მას არ ვადასტურებ. ბორის ფარულავა და ლევან ფხალაძე ორივე ისინი ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ შენაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ დადგმულ სპექტაკლში, როდესაც აიყვანეს საკანში. ბედუკაძის ადვოკატის ელზა ჯმუხაძის თქმით ფხალაძის ჩვენება ზეწოლის შედეგად არის მიცემული. მაჭარაშვილის ჩვენებას კი ადვოკატი ანეკდოტურს უწოდებს. რა შუაში აქ ბედუკაძე არის თუ არა დამნაშავე, თავის დასაცავ პირზე იფიქროს მან. მაჭარაშვილის ჩვენება არის ანეკდოტურად სასაცილო და მაჭარაშვილს ძალიან მალე მოუწევს პასუხი აგოს იმ თრუ ბრალდების გამო. შემოტრიალდი ადექი გასწორდი. ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს რომ სექტემბრის ბოლოს გავრცელებული პატიმართა წამების ამსახველი კადრები ძალიან გავს ჩვენებაში აღწერილ სცენარს. ამის შემდეგ ყველა იმ ადამიანმა უნდა თავში გაანალიზოს ის კადრები, რომელიც იყო გაშვებული და ამასთან დაკავშირებით მიხვდება რომ ვლადიმერ ბედუკაძე ტყუის იქიდან გამომდინარე რომ აცხადებს რომ ეს დავალება ქონა მიღებული ვინაიდან სწორედ ერთ-ერთი კადრს გავს ძალიან ეს წამების ფაქტი და აქედან გამომდინარე ვლადიმერ ბედუკაძე სრულიად სრულობს როცა იგი აცხადებს რომ მას უნდა დაავალა ამის გადაღება. ბედუკაძეს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 154 პრიმა მუხლის საფუძველზე ედება თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად შეფარდებული წინასწარი პატიმრობა 2000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.